მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. თქვენ ახლა ბრძანდებით ჩვენთან სტუმრად მეოთხე განზომილებაში. ეს არ არის მხოლოდ გადაცემის სათაური. აღმოჩნდა რომ მეოთხე განზომილებაში ეხლა კაცობრიობა მთლიანად იმყოფება. და როდესაც მე გავეცანი უკვე სხვადასხვა ადამიანებს ვესაუბრე და გავეცანი მათ შეხედულებებს, აღმოჩნდა რომ ჩვენ ეხლა მესამედან მეხუთე განზომილებაში გადავდივართ და გავდივართ მეოთხე განზომილებას. ეს ყოფილა ხიდი მესამესა და მეხუთეს შორის, როგორც იყვება. და ის რომ კაცობრიობა ეხლა ფეცვის ხიდზე გადის და არა მარტო საქართველოს, მე მგონი ამას უკვე ყველა ძალიან კარგად ხვდებით. ის გადაცემების ციკლი, რომელიც მე ახლა დავიწყე და ეს უკვე მეორე გადაცემაა, ეხება რუსთაველს, ანუ რუსთაველიანაა ფაქტიურად, მაგრამ არა რუსთაველს როგორც პოეტს და არა როგორც ეპოსის ავტორს, არამედ რუსთაველს, რომელმაც დაგვიტოვა საოცარი ფილოსოფიური ნაწარმოები, დაგვიტოვა მოძღვრება და იქიდან საუკუნეების სიღრმიდან გმოძღვრავს თუ როგორ უნდა გავიაროთ ეს ბეწვის ხიდი. მე ბავშვობიდან ძალიან გატაცებული ვიყავი, წინა გადაცემაში გითხარით კიდევაც რომ ზეპირათას სწავლობდი, მისი გადაწერაც მოვინდომა ერთი პერიოდი და ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს არ იყო უბრალოდ ნაწარმოები, ეს იყო მთელი სამყარო. და ის რომ მე ვიპოვე ესეთი ადამიანი როგორიც არის ხალბატონი ემდინოს აღარაძე, თიბერიონის წარმომადგენელი და რუსთაველის დიდი მოტრფიარე და მცოდნე და ინტერპრეტატორი, რომელიც ისევე როგორც მე ამ არ ვიცი ნაწარმოებს ვერ დავარქმევ, ამ ტრაქტატს, ფილოსოფიურ ტრაქტატს შემიძლია ვთქვა, შიფრავს, უყურებს ისევე როგორც მე, როგორც წინასწარმეტყველებას, როგორც გამოსავლის გზებს. და ჩემი გზა, როგორც მე დავსვამდი, არის არა რუსეთი, არა ევროპა, არა ამერიკა, არამედ ეს არის რუსთაველის გზა. და მე ძალიან მინდა რომ ყველამ ერთად შევიმეცნოთ თუ რა გამოსავალს თავაზობდა, თუ რაში არის კაცობრიობის ფილოსოფია, კაცობრიობის ძალა, რითი ვარ ჩვენ ძლიერები. და ბოლო-ბოლო ყველა მოძღვრება იგივე ქრისტიანობა მიდის სადამდე, სიყვარულამდე და რას გვეუბნება სრულყოფილებამდე, გულისათვის სიყვარული გზად და ხიდად. აი ეხლა ჩვენ ვიყოფებით ხიდზე, მეგობრებო, გარდამავალ ხიდზე. არა მარტო გეოგრაფიული გაგებით, არა მარტო ტერიტორიების შენარჩუნების გაგებით, არამედ სულიერი ფსიქოლოგიური და ყველანაირი ტრანსფორმაცია მიდის ახლა. და აი ამ გზაზე, აი ამ ბეწვის ხიდზე მინდა რომ ჩვენი გზამკვლევი იყოს შოთა რუსთაველი და მის მიერ დატოვებული ვეფხვის ყაოსნის სახით ის უღრმესი ფილოსოფია. დიდი მადლობა ქალბატონო ლევინა რომ დაემთავრდით. აი ამ ციკლზე მე ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ქართველმა კი არა კაცობრიობამ გაიგოს თუ რა განძი გვაქვს, რა საგანძური დაგვიტოვა ჩვენ. არ ვიცი ერთმა ადამიანმა თუ მთელმა ფილოსოფიურმა გუნდმა, მაგრამ ამას ქვია შოთა რუსთაველი არა. და ჩვენ შემოგრჩა როგორც მისი ნაზრები, მისი ნაწინასწარმეტყველები, ესე ვთქვათ. და დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ეს არის სახარების ტოლფასი. აი ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენ თქვით წინა გადაცემაში. და კიდევ ერთხელ უსმენთ ამას მე ხალხს. ზოგს არ ვნახე ეს გადაცემა და ძალიან ვთხოვთ რომ მოგყევით მეგობრებო და ერთად გავიხილოთ. რამდენიმე გადაცემას მივუძღვნით ჩვენ ამას და ერთად ვნახოთ რას მოძღვრავს, რას გვასწავლის. ჩვენ სკოლაში ყველას გვაქვს ნასწავლი მისი აფორიზმები და ეს ყველა ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა. სამწუხაროდ ახალგაზრდაობა ეს აფორიზმებიც არ იცის, მაგრამ ყველა ამ მოკლე აფორიზმის უკან დგას უდიდესი სიბრძნე. და ისევ და ისევ ვიმეორებ, გამოსავალი ყველანაირი სიტუაციიდან. და რაც მთავარია, მისი ბოლო არის ძალიან ოპტიმისტური, რომ ბოროტსა ძლია კეთილმა. და ჩვენ ახლა ვიმყოფებით აი ამ ბოროტისა და სიკეთის ძალიან დიდი მასშტაბით შეჭიდებაში. ამას ყველანი თვალნათ ვხედავ და ჩვენ თავზე გრძნობთ კიდევაც და მოდით მივუღდოთ ყური იმას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიურთიერთობოთ
ერთმანეთთან, ქვეყნებთან და სამყაროსთან ზოგადად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მე შევეცდები რომ არ შეგაწყვეტინოთ, იმიტომ რომ თქვენ იმდენად კარგად და ლამაზად თქვენ ისე კარგად ერთვებით ხოლმე საუბარში და მეხმარებით რომ ბოლომდე მივიტანოთ აი ეს კონცეფციები ძალიან მეხმარებით დიდი მადლობა ქალბატონო თინა მე მივესალმები მაყურებელს და მადლობას გადავუხდი ყველას ვინც მოყვება და იმ მიზნით იმ მოტივით მიყვება რომ მართლა გამოვიტანოთ იქიდან ის ჭეშმარიტების მარცვლები რომლებიც აი ამ თქვენ რომ ხიდზე ბრძანეთ სულიერ ხიდზე და მე დავამატებდი ბეწვის ხიდზე რო ეგებ როგორმე გამოვიდეთ ამ გამოსავლიდან ამ მძიმე სიტუაციიდან და კიდევ დიახ და კიდევ მადლობა რომ გაიმეორეთ თქვენ ეს წინა გადაცემიდან გამოყოლილი ეს ფრაზა რომ ყველაზე დიდი წიგნი ქართველისთვის ეს არის სახარება ხო და იყო დრო საქართველოში როცა ქართველი ქრისტიანს ნიშნავდა ტოლობის ნიშნები იყო მათ შორის და ნახეთ ახლა რა ხდება ეს სახარება და ზოგადად წმინდა წიგნი მე მინდა გავიხსენო რა თქვა ერთმა არაჩვეულებრივმა სამღვდელო პირმა ახლა მე იმ ეკლესიის მრევლი ვარ რომლის წინამძღვარიც ეს მამაოა ეს გახლავთ მამა დავით ოძელაშვილი გენიალური რაღაც თქვა სახარების ქადაგების დროს არ არსებობს უფრო თანამედროვე წიგნი ვიდრე ბიბლია და რატომ ქალბატონო თინა იმიტომ რომ ადამიანი ხო ვითარდება არასადისპირულად ქრისტე რო ჩამოვიდა ფიზიკურ მდგომარეობაში რომ მეცაც გეტყოდით მაგრამ ვერ დაიტევთო და დღეს უკვე ისე შორს წავიდა ადამიანის აზროვნება რომ ჩვენ აზრით უკვე შეგვიძლია გავიგოთ ცოტა სული აი აქ გვიშლის ხელს სულიერი მდგენელი ჩემი და ზოგადად კოლექტიური ადამიანის და რამდენადაც ძალიან განვითარდა ადამიანი ყოველ საფეხურზე აი იმ სულიერი კიბის ყოველ საფეხურზე ადამიანი თავისებურად კითხულობს სულ ახალი და ახალი გააზრებები და არსებობს აი ამ ღრმა სულიერ ცოდნებში ასეთი თეზა რაც უფრო ღრმად მით უფრო ზევით ისე რომ სიღრმეებში რომ წავალთ ჩვენ გინდა ბიბლიის და გინდა ახლა ვეფხისტყაოსნის ჩვენ ნელ-ნელა დავრწმუნდებით რომ მართლა მეორე სახარება ქართველისთვის და ჯერ იმაზე გავჩერდით ჩვენ რომ რა მნიშვნელობის წიგნია ეს სახარება და რატო გავწყდით ქართველები რომ როგორმე დღევანდელ დღემდე მოგვეტანა ეს წიგნი მოგვეტანა ქრისტეს მოძღვრება ხსნელი ასე ითარგმნება ხო ივრითიდან ემანუელ ჩვენთან არის ღმერთიო და მოდი დღევანდელი გადასახედიდან ჩვენთან არის მაგრამ ჩვენშია ღმერთი აი იმ ფრაზას აი ამ თანამედროვე დღევანდელ საფეხურზე ასული ადამიანები მაძიებელი ადამიანები რა თქმა უნდა უკვე დაამატებენ არა მარტო ჩვენთან არის ღმერთი არამედ ჩვენში არის ღმერთი ეს გითხრა ქრისტემ პირველ თეზად მის ნომერ პირველ თეზად და შეგონებათ ეს ითვლება ღმერთი შენშია ადამიანო კეთილი მოდით მე პირდაპირ ვეფხისტყაოსნის სტროფით გადადა ერთი მინდა კიდე გამოვარდო თვითონ სიტყვა სულიერი სული და ერი რა თქმა უნდა აი სული და ერი და ნახეთ როგორ ქართული სიტყვა როგორ ხსნის ყველაფერს ეს კიდევ ცალკე საკითხია ხო შევუდგეთ მაშინ ხო ქალბატონო თინა მოდით დავიწყებ მისეული ასე ვთქვათ სტროფით ღმერთო ერთო შენ შექმენ
სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნლად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება მუნთანაცა სატანისა აი შეხედეთ ღმერთო ერთო ერთადერთო და ერთიანო აი უკომპრომისო წინადადებაა რომ და შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა ესე იგი ყოველი სხეულის ვინც აქ ფიზიკურ სამყაროში დააბიჯებს სახე მან შექმნა და ეს არის თავისი მსგავსება და ხატება ღმერთის მის სახედ და ხატად შექმნა ადამიანი და ყოველი სხეული, ყოველი ფიზიკური არსება უკვე უნდა მიისწრაფოდეს იმ სახებისა და ხატებისაკენ, რომელიც მან შექმნა, აი თავისნაირი, ასე ვთქვათ. შემდეგ ნახეთ რა მოდის შენ დამიფარე ძლევა რა არის დაფარვას რაში ხედავს რუსთაველი ძლევა მეც დათრგუნლად მე სატანისა ჩვენ სატანაზე წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ აი ძალიან დაწვრილებით რომ ეს არის ეგოიზმი ადამიანში მიღება მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის და 4-ვე დონე განვითარებისა წარმოვადგინეთ და ვნახეთ რომ 4-ვე დონე ადამიანის პირად სიამოვნებას ეძღვნებოდა ფიზიკურ სიამოვნებას და მომეციო ძალაო რომ დავთრგუნო აი ეს სატანაო თვითონ სატანა სიტყვა ნახეთ როგორი ქართულია ტანი სხეული სატანო თვისებები ანუ სხეულებრივი თვისებები და მთელი აი ნახეთ რას თხოვს მომეციო ძალაო რომ ეს დავთრგუნო ანუ ჩვენ პირველი გადაცემის ბოლოს რა მის დავტოვეთ ლოგო გახსოვთ ეგოიზმიდან ალტრუიზმისკენ და ქალბატონო თინა ეს განღმრთობის გზა რომ ღმერთად ქცევა ადამიანს შეუძლია მისი თვისებების ანუ ალტრუიზმის მიღებით ხო ამას თხოვს რუსთაველი რომ აი ეს მომეციო და სახარების ყველაზე დიდი დანიშნულება და ყველაზე დიდი სურვილი ეს არის ადამიანის განღმრთობის გზა არა მისი დაცემული მდგომარეობიდან ანუ სავსე აი გალიცლიცებული ეგოისტური მდგომარეობიდან ტრანსფორმაცია ალტრუისტულში ესე იგი ქმნილების თვისებიდან ღმერთის თვისებამდე აი ეს არის ძალიან აუცილებელი რომ გაიაზროს ადამიანმა სახარება არის მოძღვრება სწავლების შესახებ თუ დაცემული მდგომარეობიდან ადამიანი, ასე ვთქვათ, პირველ სახე, ხო? როგორ მივიდეს სრულყოფილ მდგომარეობამდე და როგორ არის ეს მოცემული ვეფხისტყაოსანში, ამას ნელ-ნელა გავშლით. შემდეგ რას ამბობთ? მომეც მიჯნურთა სურვილი. სიკვდიმდე გასატანისა მიჯნურობა ეს იგივე სიყვარულია ხო და ყველაზე დიდი სახე გახსოვთ შესავალშია მოცემული მიჯნურობა სხვა რამეა არსიძვისა და სადარი და როგორც კი მიჯნურობას ახსენებს დედამიწური ადამიანი მაშინვე ქალისა და მამაკაცის სიყვარული და ვნებიანი სიყვარული წარმოუდგება და ეგ არაო მაგას არ გულისხმობ რუსთაველი ამბობს ნამდვილი მიჯნურობა ეს არის როცა შენი სიყვარულის ობიექტს ეხმარები, რომ დაცემული მდგომარეობიდან სრულყოფილებისკენ იაროს და ქალი და მამაკაცი ეს კიდევ ცალკე თემაა და მე რომ არ წავიღო ძალიან დიდი დრო ქალბატონი თინა მოდი როცა დავამთავრებთ ვეფხისტყაოსანზე საუბარს და ძალიან საინტერესოა ადამიანსა და ევას ერთობა სულიერ ძალიან ღრმა პლანში როგორ განიხილება და მე გპირდებით თქვენს და მაყურებელსაც რომ აი ამ გადაცემას ჩვენ თუ შემდეგ ჩავწერთ ადამი
და ევა სამოთხეში და რა ხდება სამოთხეში მამაკაცები სულ სხვა თვალით დაინახავენ მისი ცხოვრების თანამგზავრს, მის მეუღლეებს და ევა სულ სხვა თვისებებს შეიძენს დღეს რომ დაცემული და ფუ ქალი და ფუ დედაკაცი და ეს უნდა დამთავრდეს ეს სტერეოტიპული აზროვნება ევას მიმართ. კარგი გავყვეთ იმას და ცოდვათა შესუბუქება მომთანა წასატანისა ცოდვის შემქმნელი არის ის ეგოისტური თვისებები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში. და ეხლა ნახეთ ლაპარაკია ქალბატონ თინა და თქვენს დამეთანხმებით, იმიტომ ფსიქოლოგია თქვენ კარგად იცით. ფსიქოლოგები საუბრობენ სულ ჩაკეტილ წრეზე. ჩაკეტილ წრეზე დავდივართ ერთი და იგივე და რის გამოა ეს რომ თუ ადამიანი არ იზრუნებს რომ აი ამ ცოდვას რა თვისების გამოც იდენს იმ თვისების ტრანსფორმაციას არ გააკეთებს ანტონიმურ ღირებულებაში ივლისულ წრეზე მაგრამ როგორც კი ერთ თვისებას აი დაუშვათ სიხარბის პატარა ნაწილს გამოასწორებ მორჩა უკვე ირღვევა ეს წრე და უკვე წრეზე კი აღარ დადიხარ მერე სპირალზე იწყებს სიარულს და მიდიხარ და ამ სპირალს მიყავხარ უსასრულობამდე ანუ განღმრთობილ მდგომარეობამდე აი ეს ერთი პაწაწინა სტროფი ნახეთ ისიც რა მე მომისმენია ასეთი დაბა რუსთაველის მიმართ რომ რუსთაველიო ქრისტეს არ ახსენებსო და ამის გამო შეიძლება თავის დროზე წმინდა წიგნად ვერ აღიარა სამღვდელოებამ მაგრამ ახლა მე რო დავიწყებთ უკვე სიღრმეებში შესვლას და განვიხილავთ პერსონაჟებს ვეფხისტყაოსნისას როგორც საზრისის მატარებელ გმირებს ჩვენ ვნახავთ რომ სულ ყველაფერი ქრისტეს იდეით არის გამშვალული ყოველი გმირი ყოველი პასაჟი პოემის ემსახურება ქრისტეს იდეას, რისთვისაც ის ჩამოვიდა, რომ დაცემული მდგომარეობიდან სრულყოფილებამდე მისვლის გზა ესწავლებინა ადამიანისთვის. და სანამ გმირებზე გადავალთ, ერთი-ორი პატარა საკითხი კიდევ აუცილებლად უნდა გავიაროთ, ქალბატონო თინა. ეს არის აი სიტყვის ძალა თვითონ ვეფხისტყაოსანში და ზოგადად სიტყვის ძალა ქრისტიანობაში. იოანეს სახარება ასე არ იწყება, რომ პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი და ყველაფერი მისგან შეიქმნა და მის გარეშე რომ არაფერი არ შექმნილა. საიდან მოვიდა ეს სიტყვა და რა არის ამისთანა? სიტყვა ჩვენს წმინდა წიგნებში და ამ ადგილას მით უმეტეს სახარებისა ჩნდება საიდან? ლოგოსიდან. პირველად ხო ქართული ჩვენ ივრითიდან არ აქვს ქართული თარგმანი, პირდაპირი თარგმანი და ეს მოდის ბერძნული თარგმანიდან. პირველად ბერძნებმა თარგმნეს სახარებას და ყველა წმინდა წიგნიც და მერე ითარგმნა ქართულად და ლოგოსი აი აქედან ითარგმნა როგორც სიტყვად, მაგრამ ირკვევა ქალბატონო თინა, რომ ლოგოსი მარტო სიტყვა კი არ არის. ყველაზე დაბალი გამზომილებაა ლოგოსისა სიტყვა. იდეა, ყველაზე მთავარი აზრი, ჩანაფიქრი, გეგმა, პროგრამა, რომელიც მერე წინადადებაში იხატება ეს ყველაფერი და ვლინდება და წინადადება შედგება სიტყვებისგან. და რამდენადაც ეს სიტყვა ემსახურება იმ უზარმაზარ იდეას, რომელიც გაჩნდა უსასრულო შესაძლებლობის წმინდა გონში, აი ეს იყო მისი ჩანაფიქრი უპირველეს ყოვლისა, რომ რისთვის უნდოდა ადამიანის შექმნა, ჯერ რატომ მოუნდა და მერე რისთვის შექმნა ეს რატომ და რისთვის, რატომ მიზეზია და რისთვის მიზანია.
ორივე ძალიან საინტერესოა ქალბატონო თინა და ამიტომ ახლა მე ყველაფერს ვერც თქვენ გადაგყლით, ვერც მაყურებელს ქალბატონო თინა და თუ ვინმეს აი ამ ჩანაფიქრი როგორც ასეთი აი ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა რამდენადაც შეიძლებოდა იქაც ცოტა მსუბუქად მაქვს მოცემული ეს ჩემს წიგნში იყო და არა იყო რაში გავშალე და იქ შედის პირდაპირ პარაგრაფი ჩანაფიქრი რატომ დაჭირდა ღმერთს ადამიანის შექმნა აი არ ვიცი თუ უნებას მომცემთ შეიძლება აი რატომ არის უსასრულო შესაძლებლობა წმინდა შესაძლებლობა მისთვის რომ შეუძლებელი არაფერია უმდიდრესი და ყველაზე დიდი აი ამ ხელმწიფეს შევადაროთ მეფეთა მეფეს შევადაროთ რომ კარგად გავიგოთ ჩვენ ხო ყველაფერი დედამიწაზე ჩამოგვაქვს ხოლმე რომ კარგად გავიგოთ შევადაროთ მეფეთა მეფეს ღმერთი მაგრამ როგორც იცი დაუშვათ არ არის ჯერ არაფერი შექმნილი არც სამყაროები არც ადამიანი ყველაზე მთავარი ღმერთის ქმნილებათაგან ადამიანია რაში უნდა დასჭირვებოდა ამ მეფეთა მეფეს ამ უმდიდრეს სუბსტანციას ასე ვთქვათ პიროვნებას ვერ ვიტყვით ხო უზარმაზარი სუბსტანცია რომ შეექმნა მას ადამიანი და წარმოვიდგინოთ რომ აი არის უმდიდრესი უკეთილშობილესი უფრო მეტი რომ არ არსებობს მაგრამ მის გარშემო არავინ არ არის და არაფერი არ არის აი ჩვენ უბრალო კაბას რო ვიყიდით მაღაზიაში ვინახავთ რომ ერთი სული გვაქვს როდის ჩავიწმეთ საზოგადოებაში სადაც მისი აღმქმელები იქნებიან ამ კაბის მისი შემფასებლები იქნებიან მისი დამფასებლები რომ აი რა კარგი გემოვნება აქვს ქალბატონ თინას რო ნახეთ როგორი კაბა ხო წარმოგიდგენთ ეხლა ეს მე ძალიან დაბამიწე მე ის გააზრება რომელზეც მინდა ვილაპარაკო არის ეს უზარმაზარი სიბრძნე სიყვარული სიკეთე ნათელი ამ პარამეტრით შეიცნო ჯერჯერობით ქმნილებამ ღმერთი თორე ის შეუცნობელია ერთი პარამეტრით შევიცანით ეს არის ნათელი რომელიც თავის თავში აერთებს ღვთაებრივ სიბრძნეს ანუ კანონზომიერებების ცოდნას და მის მიხედვით მოქმედებას ეს ძალიან ძალიან დიდი სიბრძნე კიდე და განი რომ არა აქვს დასასრული დასაწყისი არა აქვს სიყვარულის ჯერ სიკეთე რომელსაც ასევე არა აქვს დასასრული და სიყვარული ასევე დაუსრულებელი აი ეს არის ნათელი ამას ფლობს და ამისი აღმქმელი არ არის არავინ რაში ჭირდება მაშინ აი ნახეთ და ქმნის ის ქმნილებას რომელსაც ექნება უნარი მისი აღქმისა მარტო უნარი კი არა ეხლა შემომაქვს გენიალური ფრაზა რომ დიდარი ის კი არ არის ვისაც ბევრი აქვს არამედ ისაა ვისაც ბევრის გაცემა შეუძლია და აი ეს მარტო დიდარი კი არ არის გამცემია და რაქნას რას უზამდა ამ გაცემის თვისებას თუ კი მიმღები არ ეყოლებოდა და ის ქმნის ქმნილებას რომელშიც დებს უნარს მისი შეფასებისას, მისი აღქმისას და უჩენს კიდევ იმ სურვილებს, რომ მან არა მარტო გაიაზროს მისი ნათელი, არამედ მისი მიღებაც მოუნდეს და იმის საშუალებას აძლევს, რომ მიიღოს ეს ყველაფერი. ქალბატონი თინა, ამას წინათ ფიქრობდი ამ საკითხზე და მივხვდი, რომ ჩვენ ქმნილებანი მისი სიყვარულის ობიექტები ვართ, მისი სიყვარულის გამოვლინებები ვართ და შექმნილი ვართ იმისთვის, რომ მან ყველაფერი მოგცეს, რაც მას გააჩნია. აი ეს უზარმაზარი სიმდიდრე მოგცეს ჩვენ, მაგრამ ამისათვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. და გესმით, საიდან იწყება ეს ყველაფერი, რომ და მერე მოდის აი ის კიდევ ცალკე თემაა ის, რომ სად იქმნება ეს მეოთხე განზომილება ხო ქვია თქვენს და ჩვენს უკვე ჩვენს მიმართულებას.
მეხუთეში იქმნება, სასუფეველში იქმნება, სადაც მისი სახლია, ღვთის სასუფეველში იქმნება ეს იდეა და რამდენადაც იქ დრო და სივრცე არ არსებობს. და რატომ არ არსებობს? კითხველს შეუძლია იყო და არა იყო რაში წაიკითხოს ეს თორემ ჩვენ ძალიან გავიგრძელდება საუბრები. ამიტომ იქ მისი ჩანაფიქრი ყისიერად ხდება. დრო არ არის, სივრცე არ არის, იმ წუთში ხდება. და ნახეთ რა ქნა ეს დასრულებული ციკლი იქ უკვე დევს იდეა ღვთის სასუფეველში. აი მერე იწყება მისი დედამიწისკენ სვლა და უკვე ირთვება დრო, იმიტომ რომ დაცემას, ჯერ დაცემას, იმ იდეის, ჯერ დაცემაა საჭირო. მერე ფსკერამდე ჩასვლა, მერე იქიდან ამოსვლა, ამას დრო ჭირდება. და ამიტომ ის უკვე ქმნის, აღძრავს დროს, თორემ მის სამყაროში დრო არ არის და იწყებს რითი. აი ეს უზარმაზარი სინათლე ჩამოუშვა ჯერ ქვედა სამყაროში, თან პარალელურად სამყაროებსაც ქმნის. ერთდროულად ხდება ეს პროცესი, იმიტომ რომ იქ მყისიერია ყველაფერი, იქ ერთდროულად მოხდა. აქ ჩვენ შეგვიძლია უკვე თქვა ჯერ ეს მოხდა, მერე ის მოხდა, მერე ის მოხდა, რომელს უსწრებს. ეს მისი საიდუმლო, ასე ვთქვა. ჩამოუშვა ქვედა მეოთხე განზომილებაში, 64-ში ადამი. აი რაც მოხდა ეს კიდევ ძალიან დიდი ისტორია. და იქ მოხდა დაცემა, იქ ჩნდება ევა, გავარებოთ თავი ამას როგორ ჩნდება, რანაირად ჩნდება და მერე თვითონ უფალი ინებებს, რომ აი ნახე ერთი ბეწვა ნათელი აკლია, ის ნათელი რაც არის განსხვავება მისი სასუფევლისა და ქვემოთ მდებარე 64-ის სამყაროს შორის. პატარა ნათელი დააკლდა მას და აი აქ ხდება ის, რომ სუნთლიანად აცარიელებს ადამს ნათლისაგან. რატომ? ხო არის ძალიან საინტერესო. მამა, ყველაზე გონიერი მამა, მილიარდერი, ის თუ ძალიან გონიერია, თავის შვილს, თავის მილიარდებს კი არ მიაყრის მაშინვე, ჯერ ასწავლის შრომას, შენ თვითონ იშრომე, შვილო, ჩვენ ხო ვიცით ზოგიერთი მილიარდერის გავლილი გზაა, რომ მათი შვილები ბენზინგასამართ სადგურებზე რომ მუშაობდნენ. ისწავლე შრომის ფასი და მოდი, ხო გაგასინჯე ეს ნათელი, ხო მისა ნათელი. აი ახლა მე შენ ამ ნათელს გამოგართმე, მე არ მინდა პარაზიტის შვილი, რომელმაც დაუმსახურებლად მიიღო ნათელი, ადამიანს არც უთხოვია ნათელი მომეციო. ეს მან მისა, საჩუქრად რომ მას დაეგემოვნებინა ეს ნათელი და მერე მან ინება დაცარიელება, როგორ გონიათ მას, რომ არ სდომოდა, ევა საიდან გაჩნდებოდა, გველი საიდან გაჩნდებოდა, რაც აღმერთსა არას წადდეს, არასაქმე არ იქმნების, იტყვის რუსთაველი, ხო, რომელიც პირდაპირ გახსნილი არხიდან ღებულობს ინფორმაციებს, რაც იწერება, ქალბატონო თინა. და ხდება ის, რაც მამის გარეშე ვერ მოხდებოდა, ჩამოდის, цариელდება, ჩამოივლის იმ სამყაროებს, 64-ის ქვემოთ სხვა სამყაროა. მე ვთქვათ, რაც ქვია ამ სამყაროებს, სახელებიც ვიცით. ეს მესამე განზომილება დავარქვათ, მეორე განზომილება, პირველი ჩვენი დედამიწური სამყარო. ყველაზე ტლუ, ყველაზე ხისტი, აი ჯოჯოხეთი. ეხლა ვინც ატომური აფეთქების დროს დაიღუპა, თუნდაც ჰიროსიმა და ნაგასაკი გვახსოვს, იმათთვის ჯოჯოხეთი არ იყო იმ ბომბის აფეთქება.
ან რომელიც აი ზვავის დროს იღუპება მთიდან დაქანებული ზვავის დროს და მაშინ რომ იხრჩვება წყალდიდობის დროს იმისთვის წარღვნა არ იყო ესა ყველაფერი აქ ხდება დედამიწაზე ხდება ყველაფერი და აი აქედან იმიტომ ინება ეგოიზმის განვითარება ნახეთ როგორ მოიპოვებდა დამსახურებულად იმ ნათელს გამოასწორებდა რაღაცას ამ ეგოიზმიდან ნათელს მიიღებდა საჩუქრად მე მეორე თვისების პატარა ნათელი აი ეგოიზმიდან ალტრუიზმისკენ ახლა იხსნება გზა და ნახეთ რუსთაველი რას ამბობს რაც არ აგწადდეს იგი ხმენ ნუსდელ წადილთანებასა სურვილთანებას ნუაყვებიო ჩვენი სურვილები დღეს დედამიწაზე ყველა ეგოისტურია რუსთაველი ნახეთ გვეუბნება გმოძღვრავს უკვე განებელდინო შენ სურვილებს თავი მის ბოლოს ვერ უარი თქვი აქვე თორე სურვილები გაგრძელდება ჰედონიზმმა დაღუპა ჯერ რომი მერე ბიზანტიის იმპერია და ჩვენ ხო უნდა ვიცოდეთ ეს გამოცდილება ხო უნდა და აი ესეც ჩადო რუსთაველმა რომ ნუსდებ წადილთანებასა შენი ეგოისტური სურვილები გადაიყვანე ნელ-ნელა მიღების სურვილები გაცემის სურვილში და რას ეხლა მივადეთ გენიალურ ფორმულას ქალბატონო თინა მსგავსი გააზრება არც ერთ ფილოსოფოსთან არც ერთ წმინდა მამასთან არ ყოფილა რასაცა გასცემ შენია რასაც არა დაკარგულია ეხლა რა ხდება ნახეთ აი წარმოვიდგინოთ სულის აშენება გვინდა იესომ გახსოვთ გასეუბნება რომ თქვენ ხართ ტაძარი ღმრთისანი და შტაძარი ააშენე შენში რისი მეოხებით სული შენდება აი ტრანსფორმირებული ნათლის მეშვეობით დღეს რომ მოვიზიდე ეს ნათელი ეგოიზმის ალტრუიზმში ტრანსფორმაციით უკვე რაღაცა პატარა ნათელი მაქვს ხვალმეტს გავაკეთებ დაემატება და ხდები სულ გრძელი ნახეთ ქართული სიტყვა დიდ სულოვანი ხდები ნაცვლად რომ ვიყავი სულ მოკლე იმიტომ რომ იქ სული არ არის ეგოისტური სურვილების ბრუნვაში და დაკმაყოფილებასა და დანაყრებაში სული არ არის სული მერე იქმნება და ეხლა ნახეთ რასაც გასცემ შენია აი წარმოვიდგინოთ თასი სურვილების თასია და სავსეა სულ ეგოისტური სურვილით ეხლა რა ვქნათ აქ ნათელს რა უნდა ნათელი არის სიყვარული სიკეთე სიბრძნე და აქ რა უნდა იმას სრული სიბრიყვეა აქ სიკეთის მაგივრად ბოროტება სიყვარულის მაგივრად სიძულვილია სიბრძნის მაგივრად სიბრიყვეა აქ სულს რა უნდა ახლა შეხედეთ რას გვეუბნება თანამედროვე და აი ახალ საფეხურებზე ასული ადამიანის აი ისე მოძღვრის იმას რომ ყველაზე თანამედროვე და თანამედროვე ინტერპრეტაციებს გაწვდით ეხლა ქალბატონო თინა დღეს როგორ წაიკითხა თანამედროვეობა თორე ეგოიზმზე როდის იყო რომ ლაპარაკობდა ადამიანი დღეს დაიწყო ამაზე და აღმოაჩინა რომ ეს ყოფილა ურჩხული ეს ყოფილა ეშმაკი ეს ყოფილა დედი ქართულ ზღაპრებში და ასე შემდეგ აი ამ თასში თუ მე მიღების თვისება გამოსწორებული მაქვს გაცემის თვისება აი ეს ნათელი რომ სულ ბრუნავს ჩვენს გარშემო მაგრამ თუ ღირსები არ ვიქნებით ვერ შემოდით უკვე ღირსი ვხდებით თუ პატარა მიღების თვისება გამოვასწორე გაცემის თვისება და რაც გავეცი ზუსტად იმდენი ნათელი შემოდის და რაც არ გამიცია აი როგორც ეკრანიდან დაიკარგება და მიდის
ესე იგი რაც გამეცი ის არის ჩემი და რაც არ გამეცი არ შემოვიდა ნათელი იმიტომ რომ სავსეა იმით ეგოიზმით და შეიძლება რომ აი წყლით სავსე ჭიქაში მაგალითად ჩაასხა თუნდაც ერთი წვეთი ღვინო ჩაამატო თუ აი ამ და აი ამით რუსთაველი გახდა ნომერი პირველი მოაზროვნე რომ მე-12 საუკუნეში ამბობს იმისთან რაღაცას რომელსაც ადამიანები მხოლოდ 21 საუკუნის დასაწყისში როცა გაიხსნება უკვე ეს ცოდნები აი ეს გინდა კოდური ენა, გინდა ჰემატრია, გინდა ის დანარჩენი დაფარვის ხერხები, მერე ამოვა ეს ყველაფერი და თქვენ გყავდათ მე რამდენადაც მახსოვს ბატონი ალიკო ცინცაძე, რომელმაც ჰემატრია დაფარვის ეს გენიალური მეთოდი გახსნა და ვეფხისტყაოსნის ჰემატრია ესეც აქვს დაწერილი ბატონ ალიკოს არაჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანია, ძალიან დიდი მეცნიერია. ხო და აი ჩემმა ჯგუფმა კიდევ თიბერიონმა იმუშავა კოდების ენაზე რომ ეს დაშიფრული იმიტომ რომ არ შეიძლებოდა განუვითარებელს და იმას ხელში ჩავარდნოდა რომ მე მოსულიყო და ეთქვა რა სისულელეა ამიტომ დაშიფრა იმან გაიგო იმ დონეზე გველის დონეზე გაიგო ამის ხის დონეზე გაიგო ნაყოფის დონეზე გაიგო მაგრამ მე რო გავიდა დრო და მაძიებლებმა დაიწყეს უკვე რომ რა ხდება ამ გენიალურ სახარებაში როგორ ნუ თუ მხოლოდ რამ როცა კითხულობ პირდაპირ მნიშვნელობით იცით რა პარადოქსულ დინებებს აწყდებით კაცო აი თუნდაც ვეფხისტყაოსანზე ვთქვა ნახეთ ახლა ხვარაზმშას ძეს კლავს ტარიელი აუ მე მახსოვს გავუტანოთინა სკოლაში რო გავდიოდით ვეფხისტყაოსანს მე რა სერჩოდა ამ საწყალს მე ხომ მისულიყო აეხსნა ადამიანურად რომ მიყვარს ნესტანი წადირა გაბრუნდი შენი მზით ან მეფისთვის აეხსნა რომ შენი ქალი მიყვარს და ნუ მოყავს ის აი როცა დედა მიწურდა პირდაპირი მნიშვნელობით წაკითხო აი ესეთი რაღაცეები ხდება და რამდენს იცინოდნენ ჩემი თანაკლასელი ბიჭები როცა ტარიელი გადავარდებოდა და წაუდიდოდა გული ან დაიწყებდა ტირილს და მტირალა ტარიელს ეძახდნენ აი ეს იცის პირდაპირ მნიშვნელობით წაკითხვა მხოლოდ იგავურ წაკითხვას იგავური წაკითხვა კიდევ კოდით წაკითხვა იცი რომ აი ეს კოდია ჩვენს ენაში ხო არის ყველა ენა აქ ერთი ენისთვის უცხო არაა ეს კოდური აზროვნება და მეტაფორული აზროვნება გავუტანთ აბა ჩვენ რო ვიტყვით რომ ადამიანი სარგადაყლაპული დგას დაიგე პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება რომ სარი გადაყლაპოს ადამიანმა და იდგეს ისე აი აქ პირდაპირ მე ვიცი რომ სარგადაყლაპული ნიშნავს გახევებულ მდგომარეობაში დგომას არა ეს თუ არ ვიცი შევდივარ საოცარ სისულელეში რომ ეტყობა ამ ადამიანმა სარი გადაყლაპა და დგას ისე ან თავქუდ მოგლეჯილი გარბის ან ადამიანმა ცხვირი ჩამოუშვა როგორ ჩამოუშვა ცხვირია სულ კოდებია ეს უკვე ძალიან ყოფით მდგომ მაგრამ როცა უმაღლესი ფენომენები საიდუმლოვდება ის უკვე ის გასაიდუმლოებულია ის კოდები და მხოლოდ მაშინ გაგეხსნება მხოლოდ იმ ადამიანს გაეხსნება ვინც მაძიებელია ითხოვდეთ და მოგეცემათ ეძიებდეთ და პოვებდეთ დააკაკუნეთ და ვინც ამას აკეთებს მხოლოდ იმას გაეხსნება ეს კოდები და აი ჩვენმა ჯგუფმა მართლა აი დაუღალავი რომ დაიწყო ამ კოდებით შესვლა მოხდა სასწაული ქალბატონოთი ეს ბიბლია რომელიც დაწერილია პერსონაჟები დადიან ის ყველაფერი გარეთ არის
არის ადამი, გარეთ არის ევა, მერე ნოე გარეთ არის მისი სამი შვილი სემი, ხამი, იაფეთი გარეთ არიან. აბრაამი თავისი ცოლი სარათი და ისაკი, ყველა პერსონაჟი არის გარეთ. და მათ თავგადასავალს დეცნობი. როგორც კი კოდების ენით შედიხარ, აქ მთავარი პერსონაჟი ხარ შენ. ადამი შენი სულიერი მდგომარეობა, ევა სულიერი მდგომარეობა, ნოე კიბის ეს საფეხურია, აბრაამი ეს საფეხურია, მერე მიდის იაკობი მიდის, მერე მეფენი მოდიან, დავითი, სოლომონი ეს და კიბის თავში იბადება ქრისტე. აი როგორც არის ეს ქრონოლოგიურად გახსოვთ როგორც ხდება ბიბლიაში ეს და ძველი აღთქმა წყდება აი იქ სადაც ქრისტე იბადება და იწყება სრულიად ახალი სამყარო იხსნება შენში. აი შეიძლება იყოს ქრისტემდე და ადამიანი მერე როგორც ასეთი, როცა გადახედავ, აი ამ ყველაფერს გაიაზრებ და იწყებ ტრანსფორმაციას, იწყებ სიარულს, აი ეს იწყება შენში. აი ეს რაც შეეხება ღმერთის ჩანაფიქრს, რაც შეეხება კოდურ ენას და ერთი პატარა სიტყვა განმარტოთ კიდევ. ქალბატონო თინა და მერე უკვე გადავალთ ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებზე, ვინ არიან, რა არიან და რა მითხრა თითოეული მათგანით ვეფხისტყაოსანმა. განმარტოთ სიტყვა საზრისი. იმიტომ რომ ხომ წინა საუბარში ვთქვი, რომ ზვიად გამსახურდია იქნება მისი ვეფხისტყაოსნის სახის მეტყველება წყარო და ის ცოდნები, რაც თიბერიონმა გააგროვა, ამას დავამატებ მე ბატონი ზვიადის. იმიტომ რომ როცა ბატონმა ზვიადმა ეს წიგნი დაწერა, მაშინ ჯერ არ იყო დაწყებული გახსნა აი ამ კოდური ენები და ჰემატრიები და ეს იმდენად გამომზეულ არ იყო ეს ყველაფერი და საზრისის თემა. ეს სიტყვა საზრისი თავის თავში აერთიანებს პასუხებს სამ შეკითხვაზე. ვინა ვარ? შეიცან თავი შენი და შეიცნობს აი ეს ვინა ვარ? რისთვის ვარ? და ჩემი ყოველდღიურობით საით მივდივარ? ეხლა შეხედეთ ვინა ვარ, ნაწილობრივ უპასუხეთ, ძალიან ღარიბად, მაგრამ მაინც უპასუხეთ. მე კიდევ ერთხელ ვეტყობი ჩვენს მსმენელს, რომ თუ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა, აიღოს წიგნი იყო და არა იყო რა, ჩემი დაწერილი ნაცოდვილარი და იქ ძალიან დაწვრილებით მაქვს აღწერილია ის ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე და ვინა ვარ? ღვთისქმნილება ვარ, რომელმაც უნდა აღიქვას, შეაფასოს, დააფასოს და იაროს მისკენ, რისთვის ვარ ჩამოსული, აი ამისთვის ვარ ჩამოსული. და საით მივდივარ ჩემი ყოველდღიურობით, დავიწყე თუ არა ჩემი ეგოიზმის ტრანსფორმაცია, თუ ეგ კი არ დავიწყე, პირიქით, ვაპურებ და ვაპურებ ამ ჩემს, მაშინ ღმერთისგან მივდივარ. და თუ დავიწყე ამის ტრანსფორმაცია, მაშინ ღმერთისკენ მივდივარ. აი საზრისი რა ფენომენია. კითხვები აი ამ პასუხზე და ზვიად გამსახურდია ამბობს ვეფხისტყაოსნის გმირები, საზრისის მაძიებელი გმირები არიან და ესენიც ჩემში არიან. რა არის ნესტანი ჩემში, აი როგორც იქ იყო ეს საფეხური ჩემში, ნოე ჩემში, სემი ჩემში, რას ნიშნავს, ქამი ჩემში, იაფეტი ჩემში, რა საფეხურია და აი ასევე არის, რას ნიშნავს ჩემში ნესტანი. რა არის ჩემში, რა ფენომენია
ტარიელი მათი ურთიერთობა რას მიმანიშნებს და საითკენ მივყავარ მათ ურთიერთობას აი ახლა უკვე შეგვიძლია შევგვდგეთ აი ამ გმირებზე საუბარს ოღონდ არ ვიცი დროის ფაქტორი როგორ მუშაობს ჩვენს შემთხვევაში 10 წუთი გვაქვს 10 წუთი თუ გვაქვს მაშინ ერთი საკითხი კიდე როცა რუსთაველი ეს პოემა როცა იწერება ეს არის შუა საუკუნეები ხოლმე 12 საუკუნე აი ამ დროს ისლამურ ქვეყნებში იბადება ფილოსოფიურ ლიტერატურული მიმდინარეობა სუფიზმი ისლამურ ქვეყნებში რომელიც მე ზვიადის განმარტებას ვამბობ ქალბატონო თინასუ მე ვიტყვი როცა ჩვენსაც დავამატებ ტიბერიონს ვიტყვი რომ ეს ჩვენგან დამატებული სუფიზმი რომელიც სულაც არ არის ისლამური სულისკვეთების და უფრო ეწინააღმდეგება გარკვეულწილად ისლამს და თითქოს ქრისტიანული მიმართულებაც თავსდება აი ამ ისლამში ამიტომ იმაში სუფიზმში ამიტომ ისლამის დევნის სუფიზმს და სუფიები სულ ანადგურებს ისლამური ინკვიზიცია შეიძლება დაერქვას რომელიც სუფიებს დევნის და ამიტომ ისინი ქმნიან ეგრეთ წოდებულ ერთგვარად იატაკქვეშა სუფისტურ სკოლებს სადაც ისწავლებოდა მეცნიერება მისა კაცრავად პოეზიის სიმბოლოები და სუფისტური სიმბოლოები ანუ ფილოსოფიის და აი პოეტური შერწყმის სიმბოლოები იქმნებოდა სადაც და ითვლება რომ სუფისტური აზროვნება უდევს ვეფხისტყაოსანს საფუძვლად და აი სუფიები იყვნენ პირველები რომლებმაც მოგვცეს კოდური ენა მერე წამოვიდა ახალი კოდები და დღეს უკვე ძალიან სერიოზულია ეს ლექსიკონი ქართული მოგვცეს თუ ზოგადად არა ეხლა ვეგეტყვით აი რა მოგვცეს როცა სუფისტი ლაპარაკობს ყურძენზე პირდაპირ მნიშვნელობით კი გასაგებია და გადატანითი მნიშვნელობით ყურძენი არის დედამიწური სიბრძნე ღვინოზე ლაპარაკობს ღვინო არის ღვთაებრივი სიბრძნე ნახე დედამიწური სიბრძნე ამაღლებული დუღილით და ზრუნვით და ამითი ღვთაებრივ სიბრძნემდე და სუფიები როცა წერდნენ ღვინის სმაზე ისინი სმა კიდე გაცნობიერებაა და ღვინის სმა სუფიასთვის ნიშნავდა ზიარებას საღვთო სიბრძნესთან ამიტომ აი ომარ ხაიამი სუფი ავტორი რომ ღვინის სმაზე წერს ღვინოზე წერს ვიღაცას მემთვრალეობის აპოლოგია ეგონება მისი პოეზია და სინამდვილეში ეს არის აი ამაღლება ღვთაებრივ სიბრძნემდე ღვინის სმა და ნახეთ როგორი ზუსტი მინიშნებაა რომ აქაც აი როგორ ცოტა და ზომიერად უნდა მიიღო ღვთაებრივი სიბრძნე როგორც ღვინო უნდა მიიღო ცოტა და მოზომილად თორე თრობა მოდის ნახეთ ჭკუიდან გადასვლა მოდის და ამიტომ არ შეიძლება ამიტომ საფარველი ედებოდა ამ მწოდნებს რომ მოზომილად ნელა გახსენი ჯერ ეს მერე ეს და ეხლა ჩვენ ვიცით და მეც ვუფრთხილდები ჩვენს მსმენელს რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრმა უკვე იცის ეს ყველაფერი რასაც ჩვენ საუბრობთ ქალბატონო თინა და
ბევრისთვის, ვისთვისაც ეს ახალი იქნება, მე არ მინდა ისეთი თრობა დაემართოს მას, რომელიც მერე ნაბახუსებს იწვევს და ნახეთ ნაბახუსები რა საშინელი, როცა არაფერი არ გინდა. უკვე და ამიტომ იყო რომ ყოველთვის ძალიან მოზომილად უნდა მიეწოდებინა. აი ამის მომას გეუბნება. ჭეშმარიტება მესამე ჭიქის ფსტერზე. აი ზუსტად რომ და სამი ნახეთ აი აქაც სამი განზომილება. ჩვენ ხო წეღან თქვით მოდით ეს განზომილებებიც ვარ. ამ მეოთხე განზომილებამდე რა პირველი განზომილება. ეს არის მოქმედების სამყარო, ფიზიკურად მოქმედების სამყარო, ოღონდ ნახეთ როგორ მოქმედების სამყარო, უკვე მთელი ყველა ორიენტირი მიდის სულის შექმნისკენ. ისეთი მოქმედების სამყარო, რომელიც წაგიყვანს სულიერებისკენ და მოდით რა სული რა არის ვთქვათ, ქალბატონო თინა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვთქვით სიტყვა ღმერთში, რასაც გულისხმობთ, რომ ეს არის უსასრულო, უკიდეგანო, წმინდა შესაძლებლობა, აბსოლუტური გონით, კონგენიალური გონით, რომლის მსგავს აქ დედამიწაზე ვერ იპოვი. აი ეს და სული, ჩვენ ხო დედამიწაზე შეგრძნების ხუთი მის გვაქვს ხო? ხუთი საშუალება გვაქვს ხო? ნუ აღარ გვინდა ჩამოთვლა ამის. მეექვსე საშუალება ეს არის აი მექანიზმი ჩემში, რომლითაც მე მას შევიცნობ. აი ეს არის სული. მეექვსე საშუალება და სული გახსოვთ წეღან რომ ვთქვით როგორ შემდება შემდეგ ნათელი რაც გავეცი შემოვიდა, რაც არ გავეცი აირეკლა, გავეცი შემოვიდა და ყველაზე დიდი გაცემა კიდევ სიბრძნის გაცემა, ქალბატონო თინა და ყველაზე დიდი სიბრძნე იმისი ცოდნა თუ დაცემული მდგომარეობიდან როგორ ახვიდეს სრულყოფილებამდე. აი ეს არის სახარებაში, ამას იმეორებს ვეფხისტყაოსანი და როგორ იმეორებს ვნახავთ ჩვენ და ამიტომ არის რომ ქართველმა ვეფხისტყაოსანს დაუძახა მეორე სახარება. და თუ ჩვენ არ შემოგვეხარჯა ის 10 წუთიც შემოგვეხარჯა ძალიან კარგი, ჩვენ უკვე მზად ვართ შემდეგი გადაცემიდან უკვე გადავიდეთ ვეფხისტყაოსნის გმირებზე. ანუ მე განვიხილავთ ცალ-ცალკე გმირებს აუცილებლად ყველა გმირს აბსოლუტურად და ჩემში რა ფენომენებია, რა ძალებია, რისი იმპულსირება, ეს გააქტიურება უნდა მოვახდინო, ეს იმპულსები დევს, ჩემში დევს, ნესტან დარეჯანი დევს, მაგრამ იქამდე როგორ მივიდე? ტარიელი რა მექანა, რა ძალაა ჩემში. ნესტან ის ასმათი, ფატმანი, აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი, რომელიც არის პოემაში შესული, განვიხილავთ ყველას და ყველა ჩვენში აღმოჩნდება და ყველა მოგვეხმარება, რომ დაცემული მდგომარეობიდან გეზი ავიღოთ სრულყოფილებისკენ და თუ ჩვენ არ დავიღლებით, მივიდეთ სრულყოფილებამდე. ეს ახლა დაიწყო, აი ამ დროში, ჩვენს დროში იწყება ეს პროცესი. ყველაფერს თავისი დროა. აბარა, მოვიდა დრო. ლაზარეს დრო მოვიდა, მოკვდა ლაზარე, მკვდარია უკვე. ლოდი დაიწუნეს მაშენებელთა. გახსოვთ? და აი ეს ლოდი ახლა ჩვენ ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე ახლა უნდა აბიტანოთ. In Lord's ქვია ის. სანდოთ ჩვენი წვილი შეტანა. იცით რა არის, ყოველ შემთხვევაში ცოდნები გვექნება უკვე. მე მინდა ერთი დაზუსტება გავაკეთო. დიახ. ცოტა დავიბენი, როცა თქვენ თქვით, რომ კოდები მოგცეს უცესდება.
ეს სრულიად გასკეთა თქო ჩვეულებრივად ამას სიმბოლოებს ვეძახით კი სიმბოლოების გააზრება ქმნის ალეგორიას ალეგორიული ენა იგივეა რაც იგავური ენა იგივეა რაც მეტალის მტროპულ ენას ეძახიან კიდევ მეტაფორების ენა და სახის მეტყველება ძველ ქართულზე ეს ერთი და იგივეა ხო არა ამან რომ გააბნიოს ესე რომ კოდების გასწავლა ხო ეს იგივეა კოდების ნურავის ნუშეში არა თვითონ სიტყვა კოდები ასოცირებული არის მაგ დამწერლობასთან და კოდირებასთან და როგორ გახსნი იმას თუ კოდი არ იცი დამწერლობას როგორ გახსნი აი ესეთი გაუხსნელი იქნება ბოლომდე ის წინადადება რომელიც დაწერილია დაშიფრულად და კოდი თუ არ იცი ვერ შეხვარ იმაში კოდი და ის რატო გამიჩნდეს ისე რომ იგივე ბატონი წოცინცაძე რო იგივე მაშინ ლავანოვი იგივე რაულ მამალაძე ბევრი იყო მისი აი ისინი რო შიფრავენ აი კოდებს იმას ეძახიან ხო და აი ეს ხაია მისისა ცოტა სიმბოლოა კოდური სიტყვები აი როგორც რო ყურძენი არის კოდი დედამიწური სიბრძნის ღვინო არის კოდი სიმბოლოებს ვეძახით კი ბატონო დავუძახოთ და ყველაზე მთავარი კოდები მოდი ახლავე დავაანონსოთ შემდეგი დროისთვის რითი იწყება დაბადება შესაქმე თავდაპირველად ღმერთმა შექმნა მიწა და ცა კი ბატონო გარეთ არის მიწა და ცა ასე კითხულობს აქამდე თანამედროვე გააზრებამდე კოდური ენების აღმოჩენამდე ადამიანი მაგრამ მიწა არის კოდი ეგოიზმის და ცა არის კოდი მისი თვისების ალტრუიზმის თურმე აი ამ გააზრებით ამ სიღრმისე ის დარჩეს როგორც არის იმას არ ვეხებით 70 ახსნა აქვს 70 ფენა არსებობს ახსნის ხო წარმოგიდგენიათ რა სიღრმეებზე აქ ლაპარაკი და ერთი სიღრმე არის როცა უკვე მე ვხდები პერსონაჟი და ეხლა მოდით რა გავიაზროთ ქალბატონო თინა თუკი სულ სხვაგან ვილაპარაკეთ სხვა ღმერთი სხვაგან არის ეშმაკი სხვაგან არის ის აბრამის ერთი კარგი მოთხრობა გამოვა და უფრო საინტერესო მოთხრობები მე წამიკითხავს მაგალითად თუ თქვენც გეკითხავთ აი გრაფი მონტე-კრისტო რო არისო იქ გაცილებით უფრო საინტერესო სიუჟეტებია და ვიდრე კითხოვეს, მაგრამ ამ წიგნის გენიალობა ის არის, რომ მას გააჩნია სიღრმე, რომელშიც ადამიანი ხდება მთავარი პერსონაჟი და ისინი აი ადამიანში მოთავსებულ სულიერი კიბის საფეხურები არიან და უმაღლესი საფეხური ეს არის იესო ძალიან საინტერესოა. მაგრამ მე ვიტყოდი რომ თქვენ ძალიან თამამად შემიძლია თქვა რომ ფილოსოფოსი ხართ. იცით რა, უფრო დიდი სიბრძნე თუ სიბრძნეა. ფილოსოფია რა არის? მოძღვრება სიბრძნის შესახებ. ასე ხომ როგორც ქალბატონი ელინოს ალარაძე ფილოსოფოსი. არ გამიპროტესტოთ. იცით რა ის ყურადღებისთვის დიდი მადლობა. კაპნოელინოს მადლობა იმედია რომ დაგაინტერესებთ აი ეს კონცეფცია მისი ხელბა და ტიბერიონის აღმოჩენები და ჩვენ გავაგრძელებთ და იმედია რომ მოვუყვებით თუ დაგაინტერესებთ დარწმუნებული ვარ რომ ჩემი მაყურებელი ისეთი ინტელექტუალურია რომელსაც მე ვიცი გამოზახილებიდან და კონტაქტებიდან რომ უმრავლესობას ყოველ შემთხვევაში დაინტერესებს კარგი იქნება თუ ახალგაზრდები ჩაერთვებიან და მინდა მადლობა უთხრა შემოაღურებლებს და როცა მეგონა რომ ძირითადად ემიგრანტები უყურებდნენ და ასაკოვანი ადამიანები აღმოჩნდა ბოლო დროს აღმოვაჩინა რომ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდებიც მიყურებენ გენიალური ახალგაზრდები ეს იყო ძალიან დიდი აღმოჩენა ჩემთვის რომ
ახალგაზრდებს ეს მათ უნდა აითვისონ, მათ უნდა გააკეთონ, მათი თაობის საქმეა, მათი თაობა იწყებს ამ ტრანსფორმაციას. ისეთი არის რაღაც ისეთი პროცენტი, რომელიც თუ გააზიარებთ ამ გადაცემებს უფრო მეტად, რომ მისაწვდომი იყოს მათთვის, მე მგონი მეტი დაინტერესდება კიდე და აი დაგვეხმარებთ იმაში, რომ გაზიარდეს და მეტმა ნახოს. თქვენმა შვილებმაც ნახონ და მადლობელი ვიქნებით, თუ კი რაღაცა მარცვალს ჩავაგდებთ ისეთ რაციონალურს. მე კი მადლობას გიხდით თქვენ რომ საშუალება მომეცით რომ თუ კი რაიმე დიდი მადლობა ისწავლია ჩვენი მისია ეს რა შეგვიძლია მე ჩვენ შეგვიძლია მე აქამდე მაინც ფიზიკურ გადარჩენაზე უფრო ვიბრძვი ამ ბავშვების და ახალგაზრდების თუ გითხრა სულიერები და მემატებით ჩვენ უნდა შევერთდეთ ყველამ ყველგეს გამთლიანებული მოქმედებაა ჩვენ ერთი მეორის გარეშე რო არ არსებობს და ისევ დავამთავრებ იმით რომ გული მივცეთ გულისათვის სიყვარული გზადახიდა დღეს ეს არის ძალიან აქტუალური მეგობრებო და პოემაში ნახავთ როგორ იქნება ეს ნათქვამი ნუ ეხლა საყოველთაოდ ხმარობ ამ ფრაზას იმიტომ რომ ის რაც დღეს ხდება მთელ მსოფლიოში იმიდან გამოსავალი არის ზუსტად ეს სიყვარული ეს არის აი ამ და იმიტომ ხდება ქალბატონო თინა რომ აქამდე მისულიყო ადამიანი და აი ეხლა აი ამ ბესვის ხიზე რომ გავდივარ აი ამ პირდაპირ გვეუბნება ზანდახი და სიყვარული და ზუსტად სიყვარული გადაგარჩეს მეგობრებო გვიყვარდეს ერთმანეთი შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე და ვეცადოთ რომ მოვახდინოთ ტრანსფორმაცია და ამ ტრანსფორმაციის მეშვეობით მოვხდეთ მეხუთე გაზომილებაში. ჯერჯერობით მეოთხეში ვარ. ან ბესვის ხიდზე გავდივარ. მე მგონი ჯერჯერობით პირველში ვარ ქალბატონო. მეოთხეში ვარ ნამდვილად. გადაცემა არის მეოთხეში. კარგად ჟანდებოდა დიდი მადლობა. მადლობა.